Korupsija ქართულ ოცნებაში თეთრი წყაროს მერის წარმომადგენელს პატიმრობა შეუფარდეს. მას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის უკანონოდ გასხვისებას ედავებიან, რაშიც სუსის მტკიცებით ფული აიღო. ის წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. განსაჯელი სკამზე არიან რექტორი და დეკანი ქუთაისიდან, მათ ყალბი დიპლომის დამზადებას ედავებიან. ისინი საპატიმროს გირავს გადახდის შემდგომ დატოვებენ. სუსის ცნობით კორუფციის ბრალდებით სულ 28 პირი დააკავეს საქართველოს მასშტაბით. საქმე ეხება სახელმწიფო მიწებისა და მილიონობით ლარის თაღლითურა დაუფლებას. თუმცა გამოძიების ყველაზე სკანდალური ნაწილი სწორედ თბილისის ბაღებსა და ბათუმის უფასო სასადილოებს უკავშირდება, საიდანაც კონკრეტული პირები მილიონობით ლარს ჯიბეებში იდებდნენ. ამ თემას ჩემი კოლეგა დეა ბაძაღუა შუქებს დილიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში. დეა გისმენთ. ამ კონკრეტულ ეპიზოდებთან დაკავშირებით ჩვენ კვლავ ველოდებით ხტომის ჩანიშვნას, თუმცა მანამდე მოგაწვდით უახლოეს ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლოდან. რამდენიმე ეპიზოდზე ჩატარდა დღეს ხტომა. ერთ-ერთ ნაწილში, როგორც აღნიშნეთ, ბრალდებულები არიან ქუთაისის ერთ-ერთი სასწავლებლის რექტორი და დეკანი, რომელთაც ედავებიან ყალბი დიპლომის გაცემას, როგორც პროკურორი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, ისინი ბრალს აღიარებენ, თანამშრომლობენ გამოძიებასთან, შესაბამისად მათ მოითხოვეს საპატიმრო გირაოს შეფარდება 3,000 ლარის ოდენობით. ეს პირები არიან ნუნუ კუჭაიძე და ასევე ლეონარდო ხვედელიძე. ისინი მას შემდგომ დატოვებენ საპატიმროს, რაც გადაიხდიან შეფარდებულ გირაოს. გარდა ამისა, კიდევ ერთი ხტომა ჩატარდა, სადაც მოქალაქეს ედავებოდნენ ყალბი მართვის მოწმობის გაცემას. მასაც შეეფარდა გირაო, რადგან როგორც პროკურორმა აღნიშნა, მანაც აღიარა ბრალი ითანამშრომლა გამოძიებასთან და ისიც დატოვებს საპატიმროს 7,000 ლარიანი გირაოს გადახდის შემდგომ. ამ პირს წარდგენილი აქვს ბრალდება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გასაღებისთვის. მან უზრუნველყო საქართველოს ფარგლებს გარეთ მართლმსმენელობის დამზადება, რომელიც გარეგნულად გავდა ქართულ მართლმსმენელობას და გაასახა კონკრეტულ პირზე მისი თანამშრომლობის ფაქტორის გათვალისწინებით ჩვენს მიერ ნაშრომგონლები იქნა ახლა ხონისების სახით საპატიმრო გირაოს გამოყენება და სასამართლომ გაითვალისწინა მისმართ გამოყენებული იქნა საპატიმრო გირაო. ჯგუფურ მოსყიდვას ადგილი ჰქონდა ქუთაისში მდებარე ერთ-ერთ სასწავლებელში, სადაც სასწავლებლის რექტორმა და სასწავლებლის დეკანმა კონკრეტული მნიშვნელოვანი ოდენობის ფულადი სანაცვლოდ უზრუნველყვეს ყალბი დიპლომის გასაღება კონკრეტულ საქართველოს მოქალაქეზე. ამ დანაშაულში მონაწილეობდა ერთი პირი, ასე ვთქვათ, შუამავალი, სამივე მათგანის მიმართ დაწყებულია სისხლისამართლებრივი დევნა და ამ შემთხვევაში წვენაიდან ადგილი ჰქონდა სრულფასოვან და ქმედით თანამშრომლობას ბრალდებულთა მხრიდან. სასამართლოს მიუმართეთ შემდგომლობით ახლაც ხონისების სახით საპატიმრო გირაოს გამოყენების თაობაზე და სასამართლომ გაითვალისწინა ჩვენი შემდგომლობა. რაც შეეხება სამოხელეო დანაშაულს, ორ საჯარო მოხელესთან დაკავშირებით ჩატარდა დღეს ხტომა თბილისის საქალაქო სასამართლოში. ერთ-ერთი მათგანი არის თეთრი წყაროს მერის წარმომადგენელი ვანო დავითაშვილი, რომელსაც ედავებიან ქრთამის აღებას და სამსახურებრივი თანამდებობის ბოროტად გამოყენებას, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მას ედავებოდნენ იმას, რომ კონკრეტული მიწის ნაკვეთი გადასცა სხვა პირს სარგებლობისთვის, თუმცა თავად ვანო დავითაშვილმა ისარგებლა სიტყვის უფლებით დღეს ხტომაზე და მან თქვა ის, რომ კონკრეტულ ფაქტს აღიარებს, თუმცა ბრალს უარყოფს, რადგან მან განმარტა, რომ ეს კონკრეტული მიწა მისი წინაპრების საკუთრებაში იყო 80-იანი წლებიდან, მიუხედავად იმისა, რომ არ ჰქონდათ რეგისტრირებული, ამიტომ არ იცოდა, რომ ეს კონკრეტული საქმიანობა და ქმედება იყო დანაშაული. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, ეს არის ლანჩხუთის მერის წარმომადგენელი დავით ლომაძე, რომელიც როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ასევე ბრალს არ აღიარებს და მას ასევე ედავებიან სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის გადაცემას. ეს პირები ბრალს არ აღიარებენ, მათ მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა. Almışlar
ხახარი უნიშნელო აბსოლუტურად მამაპაპისეული წინაპრების ნაკვეთი იყო ხოლმე აზერბაიჯანი მოქალაქეს გართონება არაერთ შეხვედრების შემდეგ განეთავსებინა იქ ამ პიროვნების კუთხისკენ სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთი, რომელზეც უნდა განეთავსებინა მოქალაქეს სავაჭრო დრაივი ქვია, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული დრაივი და იმის ასე ვთქვათ განთავსებაში, შემდეგ ფარველობაში გამოართვა გარკვეული თანხა ფრთამის სახით. თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის სათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი სასამართლომ აქაც ჩათვალა ჩვენი შუამდგომლობა სწორად მართებულად და მასაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. ამ მასშტაბურ კორუფციულ საქმეზე პასუხისგებაში 28 პირია მიცემული და როგორც აღნიშნეთ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდი შეეხება თბილისის ბაღებისა და ბათუმის სასადილოების ეპიზოდს, რომელთან დაკავშირებითაც სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში სავარაუდოდ ხვალ გაიმართება.